რას ნიშნავს სამშენებლო კონსალტინგი და რატომ არის აუცილებელი ტექნიკური ზედამხედველობა მშენებლობაში? სახლის მშენებლობა დიდი ინვესტიციაა და ამ პროცესში ბევრი ისეთი დეტალია, რომელიც გარედან არ ჩანს. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ შეცდომები ხშირად გვიან ვლინდება, როცა მათი გამოსწორება უკვე ძალიან ძვირი ჯდება. ტექნიკური ზედამხედველობა არის სპეციალისტის კონტროლი, რომელიც იცავს თქვენს ინვესტიციას და თქვენი სახლის ხარისხს. ჩვენ ვაკონტროლებთ მშენებლობის პროცესს ყველა ეტაპზე და ვიცილებთ შეცდომებს მანამდე, სანამ ისინი მოხდებიან. ტექნიკური ზედამხედველობა უზრუნველყოფს პირველ რიგში ხარჯთაღრიცხვის ანალიზს და შემოწმებას, მეორე სამუშაოების შესაბამისობას პროექტთან, სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლს, არმირების, ბეტონისა და კონსტრუქციული კვანძების შემოწმებას, სამშენებლო ტექნოლოგიების დაცვას, კონტროლს, კონტრაქტორის მიერ დაშვებული შეცდომების დროულ გამოვლინებას. ანუ იმ ძირითად და მთავარ კვანძებს, რომელიც აუცილებელია თქვენი ნაგებობის დასაცავად. ასევე მშენებლობის დროს ხშირად ხდება ისეთი პრობლემები, როგორიც არის არასწორი არმირება, საძირკვლის არასათანადო მომზადება, შეცდომები ბეტონის ჩამოსხმის დროს, სამშენებლო ტექნოლოგიების სერიოზული დარღვევა. ამ ყველაფრის დასაცავად გჭირდებათ სამშენებლო კონსალტინგი და კონსულტაცია. თითოეული ასეთი შეცდომა დამატებით ფინანსურ დანახარჯს ნიშნავს. ტექნიკური ზედამხედველობის მთავარი მიზანია ამ შეცდომების პრევენცია. ჩვენ უბრალოდ არ ვამოწმებთ მშენებლობას, ჩვენ ვზოგავთ თქვენს ფულს, დროს და ნერვებს, რადგან შეცდომების გამოსწორება პროექტზე თითქმის არაფერი ღირს, ხოლო უკვე აშენებულ კონსტრუქციაში მისი გამოსწორება შეიძლება ათასობით და 10,000-ობით ლარი დაჯდეს. თუ თქვენ აშენებთ სახლს და გინდათ რომ ის იყოს მდგარი, უსაფრთხო და სწორად აშენებული, ტექნიკური ზედამხედველობა არის აუცილებელი. ხარისხიანი მშენებლობა იწყება სწორი კონტროლით და სწორი მიდგომით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, დაგვიკავშირდით, გამოგვიგზავნეთ თქვენი პროექტები და გითხრით ხარჯთაღრიცხვას როგორც მშენებლობაზე, ასევე კონსალტინგზე.